მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ თამაზ დუნდუა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციისგანაც მენეჯერი, ვიმყოფებით სიდრის კლუბში დღეს და გვინდა რომ წარმოგიდგინოთ ახალი პროექტი ტრადიციებიდან ინოვაციამდე. პროექტის ფარგლებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვამზადოთ ქართული ტრადიციული არტიზანული კერძები და გაგაცნოთ თუ როგორ შეიძლება მისი მომზადება ოჯახურ პირობებში. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ SKOS-ის დამფუძნებელი და დირექტორი გვანცა ხელაძე, რომელიც სწორედ ისაუბრებს თუ როგორ შეიძლება გამოვაცხოთ პური ადგილობრივი ჯიშის ხორბლის ფქვილისგან SKOS-ის მიერ დამზადებული ენერგოეფექტური ღურმელის გამოყენებით. გამარჯობა გვანცა, მოგესალმები. მოგესალმებით. და მინდა გთხოვო რომ მოგვიყვე ამ ღუმელთან დაკავშირებით. რითია გამორჩეული და განსაკუთრებული ეს ღუმელი? მოგესალმებით. პირველ რიგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რაშიც მდგომარეობს მისი უნიკალურობა და განსხვავებულობა, ეს არის რომ ეს არის ადგილობრივი წარმოების, ქართული წარმოების, რომელიც უკვე 2 წელია იწარმოება დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანადირთკარში, ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოში, SKOS ეკუთვნის ეს საწარმო. და გარდა ამ მოდელისა ჩვენ კიდე გვაქვს სხვა მოდელებიც. მათ შორის 3 მოდელი ჩართულია ვაუჩერიზაციის პროგრამაში, რომელიც 300 ლარიანი თანადაფინანსებით შეგვიძლია შევიძინოთ და წავიღოთ ნებისმიერ რეგიონში. რა აქვს ახლა კონკრეტულ ღუმელს განსაკუთრებული? მას აქვს ცხობის ფუნქცია დამატებული, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ მოვამზადოთ აი ის გემოები, რომელიც ჩვენთვის თითქოს მივიწყებულია ცეცხლის დანამატით მომზადებული გემოები და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად ხდის მას სასურველს ჩვენი მომხმარებლისთვის. ბატონი თამაზის დახმარებით გადავწყვიტეთ ქართული ხორბლის, ენდემური სახეობის ხორბლისგან გვეცადა პურის გამოცხობა. დღეს ჩვენ გვაქვს მომზადებული 2 სახეობის ქართული ხორბლის ფქვილი, როგორც თამაზმა აღნიშნა, ეს არის წითელი დოლი და ეს არის დიკა. მე დღეს გადავწყვიტე, რომ მხოლოდ წითელი დოლი გამომეყენებინა ჩვენი ცხობის პროცესისთვის, რადგან წითელი დოლი არის ძალიან არომატული ფქვილი და არ მინდოდა, რომ სხვა ფქვილით დამეკარგა ეს არომატი. ამასობაში ჩვენი გოგოც ამოღუნყულდა და ეხა უკვე მზად არის, რომ შევდოთ გახურებულ ღუმელში. მე წინასწარ გავახურებ ფორმა. არ არის აუცილებელი, რომ ზუსტად ესეთი ფორმა გამოიყენოთ. ჩვენი ფორმაც გახურებულია, ცომით მზად არის და შეგვიძლია უკვე რომ გადავიტანოთ გახურებულ ფორმაში. გამოცხვა ჩვენი პური და ეხლა გვექნება შესაძლებლობა რომ ამოვიღოთ ფორმიდან, გავჭრათ და დავაგემოვნოთ. საოცარი სურნელი დატრიალდა. რაც წითელი დოლისთვის არის დამახასიათებელი საერთოდ. ძალიან კარგი სუნი აქვს. ჩვენიერი.